თერჯოლაში უბედურ შემთხვევას არასრულწლოვანი ემსხვერპლა მეათე კლასელი ბიჭი ნანგრევებში მოყვა და დაიღუპა. გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო. სამდღიანი ვადა $200,000 გადასახდელად და 16 წლის მოზარდის მკვლელობის მცდელობა. ეგრეთ წოდებული კრიმინალური ავტორიტეტის ელმურაზ მამედოვის შეკვეთილი დანაშაულების საქმეზე კიდევ ორი პირი დააკავეს. მამედოვმა გარდა მასში მცხოვრებ ფერმერს სოციალური ქსელით ფული მოსთხოვა, ვადის ამოწურვის შემდეგ კი მანქანას, რომლითაც ფერმერის არასრულწლოვანი შვილი გადაადგილდებოდა, ცეცხლი გაუხსნეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ბრიუსელი და ლონდონი ვაშინგტონის ომის პარტიის ნაწილად ქცევას ცდილობენ, აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. ლავროვის მტკიცებით ევროპას კრიზისის დიპლომატიური გზით მოგვარება არ უნდა და ცდილობს ამერიკა რუსეთზე სამხედრო ზეწოლის განხორციელებაში ჩართოს. სირიის პრეზიდენტი აჰმედ ალ-შარა ოფიციალური ვიზიტით შეერთებულ შტატებში ჩავიდა. სირიის სახელმწიფო მედიის ცნობით შარა შტატებში შაბათს გვიან ღამით ჩაფრინდა და ორშაბათს ის თეთრ სახლში პრეზიდენტ ტრამპს შეხვდება. ოფიციალურ შეხვედრებამდე სირიის ლიდერმა პენტაგონის მაღალ ჩინოსნებთან კალათბურთიც ითამაშა. კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.